გამარჯობა, ჩემი სახელია ვერნეიზო და დღეს მე ვიღებ წინა ვიდეოსთან დაკავშირებით, რახან წინა ვიდეომ ამდენი მოწონება დაიმსახურა, ამიტომ დღესაც ვაკეთებ ასეთი კატეგორიის ვიდეოს და სადაც განახებთ ყველაზე ადვილად გასაკეთებელ, ანუ სასრულ იარაღს. რითიც შეგიძლიათ გაისროლოთ იარაღი. კი არა, ის არის. წინა ვიდეოში მიგაჩვენეთ ჩემი ეს არბალეტი, რომელიც ცოტათი გავამაგრეს, ანუ უფრო კარგად ისვრის და საკმაოდ ზუსტად ისროდა მიზანში და ამჯერად მინდა განახოთ უფრო იაფი და ადვილად გასაკეთებელი იარაღი, რომელიც სხვათა შორის თითქმის გაუტოლდება ამას. მოდი ვნახოთ. რა თქმა უნდა, სამიზნე იქნება ხე და არ მგონია რომ ეს კარდონის როლა იყო საჭირო, იმიტომ რომ თუ ხეში გაივლის, ესე იგი კარდონშიც გაივლის, ეს ლოგიკურია და ამჯერად ვესვრი ენერგეტიკული სასმელის ქილას, პიტბულს და მას მოსწორეთ. და ესე იგი, აქ იქნება ჩვენი იარაღი, განახებთ და შეიძლება ცოტა უცნაურად გამოიყურებოდეს და თან ძალიან პატარა არის. ცოტა უცნაურად გამოიყურება, მაგრამ განახებთ ხარისხს და ყველაფერს როგორც იწყობა. ტუტორიალი იქნება ბოლოში, შეგიძლიათ გადაახვიოთ სანახავად და აი ჩვენი იარაღი. ესე იგი, ეს არის ჩვენი იარაღი, რითიც ვისვრით დღეს და ეს უნდა გაუტოლოთ, იქნება შეჯიბრი ამ იარაღთან. აბა, როგორც ხედავთ, ეს გაცილებით პატარაა ვიდრე ეს, მაგრამ, ვნახოთ ყველაფერს. სამიზნე არის აქ და ვისვრით ის არის, რომელიც ცოტა ხნის წინ გამიტყდა, აქ გადახრილია და ეს წინ მოძრაობს, მაგრამ მაინც მიდის. მოდი ესე იგი პირველი გავისროლოთ, რა თქმა უნდა, ჩვენი არბალეტით. Our good old არბალეტ გადავტენოთ. ვნახოთ, ესე იგი ეს დავიჭიროთ, როგორც ხედავთ, ის არის ჩვეულებრივად ყველაფერი და მოისროლოთ. Yep, it is there. შეაიჭო. ეხლა ვნახოთ მეორე იარაღით. წინასთან გაფრთხილებთ, რომ შეგიძლიათ, რა თქმა უნდა, ამის გაკეთება, მაგრამ შესაძლოა ვინმე დააზიანოთ ამის სრულით, ამიტომ ესე გასართობად ერთმანეთს არ ესროლოთ. შეგიძლიათ გააკეთოთ მეგობრებთან და რამე სადმე სამიზნეებს ესროლოთ და ამით გაერთოთ, მაგრამ კარგად ისვრის სხვათა შორის. მოდი ვნახოთ. It's a hit. ახლა დავნახოთ. როგორც ნახეთ, ეს იყო hit და ესე იგი ამით ვისროლე და თითქმის, ანუ ეს არბალეტი უფრო კარგად აჭედებს, მაგრამ ესეც საკმაოდ კარგად ისვრის. უბრალოდ უნდა აიღოთ და გამოწევოთ ეს და შემდეგ უკვე ჩვეულებრივად ისვრის. კიდევ ერთხელ ვისროლოთ. It is a hit. მოდი კიდევ ერთხელ და ვეცადოთ, რომ ცოტა უფრო ზევით გავარტყათ. Another one. და ეს ანუ შორ მანძილებშიც კარგად ისვრის, ანუ შორს და უფრო ანუ ადვილი გასაკეთებელია, უფრო ადვილად ისვრის ვიდრე ის, მაგრამ იმის გაკეთებას გირჩევთ crossbow-ის. მაგრამ იმას ამას ეს პრობლემა. Yep, it's a hit. როგორც ხედავთ, კარგად არის. და ხო დამოვიწყდა, ახლა ვისროლოთ ქილას, პიტბულის ქილას, ამით. ცოტა ახლოდან ვისვრი, იმიტომ რომ შეურიდან შეიძლება ვერ გავარტყა, ძნელია უფრო. აი ახლა აქედან ვისვრით, უფრო ახლოსაა და ძალიან არ მოგვიწევს შორს სროლა და წვალება, მაგრამ ხო, თავარი სიმძლავრე შეიძლება გახვიდოს, შეიძლება არა, მოდი ვნახოთ. გარტყმით გახრეტით არ გაუხრიტავს ასეთი. მოკლედ ხო და გახრეტილი არ ჩანს. მოდი უფრო ძლიერად ვისროლოთ ამჯერად. და ახლა ვისროლოთ, ვნახოთ. და ანუ ცოტა უკან მისაყუდებელიც დაუტოვე, რომ არ გადავარდეს ადვილად. და მოვნახოთ. It is a hole. ჩახვით როგორც ხედავთ, შევიდა შიგნით და
ნახევრად იმედია კარგად ჩანს ეგ როგორც ხედავთ. ანუ ეს კი შეხვდა, მაგრამ შიგნით ვერ შევიდოდა, იმიტომ რომ როგორც ხედავთ არის ანუ ბლანტი ნაწილია ზევით უფრო. ანუ არ არის წვეტიანი ზევითი ნაწილი და ეხლა ვცადოთ ამისი crossbow-ით, ანუ არბალეტით გახვიდა. ნუ რა თქმა უნდა გადავტენოთ. ესე. ოკეი, რაღაც არის, ნუ ამას უფრო ალბათ გავარტყავ ვიდრე იმას. მაგრამ ხო, იმედია უფრო შევა და უფრო კარგი სანახავი რამე იქნება. სად გავარტყი? საკურველი ის არის, რომ ეს ბეტონიც შეხვიდა ამისარმა. არბალეტის გასროლიმა ისარმა. და ნახოთ კიდევ ერთხელ გავისროლოთ. ნახოთ როგორ შეაღწევს. და როგორც ვამბობდი, არბალეტი უფრო ძლიერია, რადგან შეხედეთ, ეს არის არბალეტის გახრეტილი ნაწილი და ეს არის პატარა ამ სასროლით გახრეტილი ნაწილი. და შეადავით, რომელი უფრო ძლიერია. ამის პლუსი ის არის, რომ მარტო ისრებს არისთვის, აი როგორც ხედავთ, გავისრი კენჭს, ანუ არის ასევე ლაგატკა, მარტო მშვილდისარი არის, ლაგატკაც არის და აბა ძაღლი. მაგრამ როგორც ხედავთ, ეს მალე ფუჭდება, ანუ გაიხრიტა ეგრევე ქვით სრულავცადე. ერთ სამჯერ ვისროლ, სამჯერ ვიავაცილე. აქედანაც კი. მაგრამ ხო ეს გაიხრიტა და მაგრამ მაინც არის ამ ძნელი გასაკეთებელი ისრით, რომელსაც რბილი ნაწილი აქვს სასროლი, ესე იგი იმით უფრო ადვილი ესროლა და იმით უფრო დიდხანს გაძლევს, მაგრამ ეხლა ცუდი ქვით ვცადე სროლა და ეგრევე გაიხრიტა როგორც ხედავთ. მაგრამ ხო ეს არის. მოდი ეხლა უკვე ვნახოთ როგორ კეთდება ეს ნივთი. წავიდა. ესე იგი ამის გასაკეთებლად თქვენ მხოლოდ გჭირდებათ ერთი ბუშტი, უბრალოდ თეთრიანი ბუშტი. ეს ტრუბა რაიმე ნებისმიერი რამე სულ ერთია, შეგიძლიათ მაღაზიებში იპოვოთ ან ნაწილებში ან გადაჭრათ რამე, მაგრამ ესეთი ფორმა უნდა გქონდეს, მრგვალი და ან ძალიან პატარაც არ უნდა იყოს, რომ ქვებიც გაისროლოს. შემდეგ გჭირდებათ წებო ან სკოტჩი, სულ ერთია, ორივე მიდის. გააჩნიათ თქვენ როგორ გინდათ გაკეთება. ესე იგი მოვხსნით ამას ბოლოს. თავიდან ესე იგი უნდა იყოს დანა და გადაჭრათ ის ნაწილი, როდესაც უკვე დიდდება ბუშტი, ესე დაიჭერთ და ესე გადაჭრით უბრალოდ. შემდეგ გაიღებთ ამას, დადებთ ესე და წამოაცმოთ ესე იგი ბუშტის ამ ნაწილს ზემოდან. ესე აიღებთ და შემდეგ უკვე ამას რო იზავთ, ესეთი ფორმა ექნება და აიღებთ წებოს, ნუ მე ამაში ვიდებ ხოლმე, იმიტომ რომ ხელების დაწებება არ მინდა ერთმანეთზე. აიღებთ და ასე ერთმანეთს დააწებებთ ნელა, რომ არ გაფუჭდეს ეს ბუშტი, ესე გადახვალ გადააწებებთ თლიან ნაწილს, ჩანო გათავდა, მაგრამ ხო ესე და დაასწრით ცოტა ხანს. ვიდეო გთხოვთ გამოიწერეთ არხი, დალაიქეთ ვიდეო და კომენტარეთ, თუ მოგეწონათ მოვთავიდეთ 80 ლაიქამდე და ეს ხო ჩვენი პატარა ნივთი. და რა ვიცი, ნახავთ შემდეგ ვიდეოში. კარგად.